მოგესალმებით თქვენი ეთერით მივესალმები აგრეთვე ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც თავის გაცნობიერებული გადაწყვეტილებით დღეს არის ივანიშვილის ტყვე, ყველა სინდისის პატიმარს, რა ვიცი დღეს გიორგი ახობაძის პროცესი იყო, ძალიან ემოციურად დამთრგუნველი და ამავდროულად მამოტივირებელი. გუშინ საბას ხვიტარიძის, ჩემი მეგობრის, მე იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან მალე ვიხილავთ თავისუფლებაზე. დღეს ბათუმში ჩვენი თანაპარტიელი ლევან ხორავა დააკავეს. ეს ადამიანები სწორედ სამართალდამცველების ქმედებების გამო უდანაშაულოდ ცხედან სატუსაღოებში და ქართული ოცნების საქართველოში, როდესაც ქართული ოცნების საქართველოს ვამბობ, მხოლოდ საბჭოთა საქართველო მახსენდება, ალბათ ასეც მოიხსენიებენ. ყველაზე ცუდი დატვირთვა ექნება ამ სიტყვების შეთანხმებას საქართველოს ისტორიაში. და ამ ქართული ოცნების საქართველოში ჩვენ არაფერი გვიკვირს, არც მუნდირის შელახვა და შეურაცხყოფა, არც ის გვიკვირს, რომ რა ვიცი, ზონდერ ჯგუფები გვარბევდნენ, გვახსოვს, ხო? ამ დეკემბრის აქციების დროს სწორედ მაგაზე თურმე ქართულადაც ვერ ლაპარაკობენ. სწორედ მაგაზე მაქვს აქცენტი, გვახსოვს ახლა რუსული კანონიც, გვახსოვს ეს დარბევებიც, გვახსოვს შერცხვენილი პატრულიც ალექსანდრეს ბაღში ტიტუშკებისგან შეშინებული რომ ვერ იძროდა და თქვენი კოლეგების მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის ინციდენტის ამ სასტიკი გასწორების შემდეგ როგორ იყვნენ იქვე ახლო-მახლო ქუჩაზე, მაგრამ დღეს რაც ვიხილეთ, აი ამ სამართალდამცველების ქმედებამ კიდევ რაღაც ახალი განსვიფრება შემოიტანა ჩემში, აი გამიჩნდა განცდა, რომ აი რაღაცა დალპა მართლა დანიის სამეფოში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც ჩვენ უახლეს წარსულში გვინახავს, ეს იყო აი ადამიანობისგან დაცლა, ემპათიისგან დაცლა, გათელვა ფეხქვეშ, ადამიანის ფეხქვეშ გათელვა. ღირსების ფეხქვეშ გათელვა იყო, ეს გაბრენძილი პოლიციელები თავისი გამაძღარი სახეებით ბოდიში ამ სიტყვებს რომ ამბობ, მაგრამ სხვა სიტყვები უბრალოდ არ მომდის, პირში სიგარეტით, როგორ ასრულებდნენ ამ დავალებას, მაგრამ დავალებასაც ხომ შესრულება უნდა. ეს ხომ არ იყო რაღაც პოლიტიკური მიზნით ერთი შეხედვით სოციალური პრობლემა იყო, სოციალური საკითხი იყო. მე მესმის ბუნებრივია რომ არსებობს ინტერესები და ინტერესთა კონფლიქტები, მათ შორის ადამიანის უფლებებს შორის. ერთხელ შეიძლება იყოს მართლაც კერძო საკუთრება, მაგრამ როდესაც მეორე მხარეს სასტორის სპინაზე ბალანსი როგორ უნდა დაიცვას, სწორედ ამაშია საქმე. ხელისუფლებამ ზუსტად ეს არის. როდესაც მეორე მხარეს სასტორის სპინაზე არის ადამიანის ღირსება, ადამიანის ღირსება არის უზენაესი უფლება. ის გულისხმობს, რომ ადამიანს არ შეიძლება მოეპყრო როგორც ობიექტს, როგორც საგანს, ის ყოველთვის არის სუბიექტი. ის არ შეიძლება იყოს საშუალება, ის ყოველთვის უნდა იყოს მიზანი. სახელმწიფო ადამიანის გულისთვის არსებობს. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს საჭიროება არ იქნებოდა, ხო, ვიცხოვრებდით ალბათ რაღაც თემური წყობილებით. ამიტომ შეიქმნა სახელმწიფო და ახლა გიორგი, რა თქმა უნდა, ეს არის კახა კალაძემ აირიდა ეს პასუხისმგებლობა, მისი განცხადებიდან ასე ჩანდა. კახა კალაძეზე მოვისმინეთ, რომ თითქოს აი მისი კანდიდატად დასახელების წინა პერიოდში თითქოს მას მოუწყვეს თუ არ მოუწყვეს, ამას არ აქვს მნიშვნელობა არავითარი. პასუხისმგებლობა ცალსახად არის სახელმწიფოსი, სამართალდამცავი ორგანოების, მუნდირის შემლახავი სამართალდამცველების, მათი ვინც ბრძანება გასცეს. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ბრძანების გარეშე ასე არაადამიანურად, ცხოველურად შეიძლება მოეპყრო ოჯახებს, ბავშვებს. 2 დღეა ეს მიმდინარეობს, ღამე გაათენეს. ბავშვების პირი ახლაც იქ არიან. რა თქმა უნდა, არ ვიცი, ის კადრები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, იმდენად დამთრგუნველია, რომ საერთოდ ყველანაირი ხალისის ნატამალი თუ ადამიანს შერჩენია დღის განმავლობაში, იმასაც ამოგაცლის, ხო, ნორმალურ ადამიანს. მეგონია, რომ აი ყველა თემა გადაფარა, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ყველაფერი გადაფარა, აი ამ მართლაც ძალიან მძიმე კადრებმა, რომელიც ვნახეთ. გამოსავალი რაში, გიორგი, თქვენი აზრით, აი და რა არ ვიცი, რა შეიძლება უთხრათ პოლიტიკოსებმა, ადამიანებს, რომლებსაც ეხლა ყველაზე მეტად სჭირდებათ, ხო, თანადგომაც, რაღაც გამოსავალიც, აი რაშია გამოსავალი? აი ეს არის სწორედ ის საკითხი, სადაც ალბათ ყველაზე თვალნათლივ ჩანს,
რომ ერთი მხრივ არსებობს ეს სოციალური პრობლემები თითქოს და პოლიტიკისაგან განცალკევებული, რაც ადამიანებს აწუხებთ, იმიტომ რომ ისინი ამას აწყდებიან. არ არის პოლიტიკისგან განცალკევებული. ამიტომ ვთქვი თითქოს და, მაგრამ სინამდვილეში ესეთი რაღაცეების დაშვება რომ ხდება ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებელი არის რეჟიმი და რეჟიმის პირობებში რომ ცხოვრობთ. სწორედ იმიტომ ბედავენ ამას, რომ თუნდაც თავისი შიდა პარტიული კონკურენციის თუ ვიწრო პოლიტიკური მიზნების გამო ადამიანები გამოიყენონ საშუალებად ადამიანებზე ღირსებაზე გადააბიჯონ სადემონსტრაციულად თან. იმდენად არაფერს ნიშნავს ადამიანი და ადამიანის ღირსება და ადამიანები, ოჯახები, თუნდაც ერთი ყოფილიყო, არ აქვს მნიშვნელობა. რა დუღირთ ერთი ბავშვის ცრემლი, თან როგორ უყურებენ იქ ვაი პარლამენტში, ვითომ პარლამენტში მოკალათებული 89 გაყურსული დეპუტატი. ბორტით, სახელმწიფო ბორტით რომ აფრენენ უნივერსიტეტებში, რომ ღარიბაშვილის ეგ გვახსოვს და გვახსოვს როგორ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში რომ ამშობიარებენ ხოლმე რაღაც თავის მეუღლეებს, რათა სამედიცინო მომსახურებაც კარგი მიიღონ და თან გიორგიევსკის ტრაქტატი რომ უნდათ, ამაზეც მინდა სხვადასხვა თქვენი აზრი მოვისმინოთ. ვისაუბროთ, უბრალოდ ეს ადამიანები არიან, რა ვიცი, რამდენიმე მოლაპარაკე თავი დასვეს და მე ამ ადამიანებს ვიცნობ ზოგიერთს. და ვიცი როგორები იყვნენ ადრე, მაგრამ იმდენად გამოაცალა ივანიშვილმა მათ თუნდაც ადამიანობა, რომ უკვე ეს იმად უღირთ, რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხმა არ ამოიღონ. შეიძლება უშუალოდ მათი პასუხისმგებლობა არ იყოს, მაგრამ ხმას არ იღებენ. ასეთებად აქცია არქიფოს ეთურმა ივანიშვილის სახით დღევანდელ დღეს. გეორგიევსკის ტრაქტატი ეს კიდევ სხვა საცეცია. როგორ ფიქრობთ თქვენ და რა ეს ხაზი რატომ ამოქმედა ახლა ბიძინა ივანიშვილმა და რუსეთმა? ეს ხო ცხადია რომ შეთანხმებულად ხდება, ხო ეხა თავისით არ მოუვიდოდა ფარცხალაძე რომანოვს თავში ეს ყველაფერი რაც ხდება საქართველოში, პოლიტიკა რომელსაც წარმართავს ქართული ოცნება, თავისით არ ხდება. არც მათ თავებში იხარშება ეს და არც თუნდაც ივანიშვილის. შეიძლება რაღაც კონკრეტული საკითხები და კონკრეტული აღსრულება ასეც ხდებოდეს, მაგრამ ძირითადი ხაზი, ძირითადი ნარატივი, ძირითადი პროპაგანდა, რეკომენდაციები მისი აღსრულების ყველაფერი მოდის ეს რუსეთიდან. არის რაღაცა ცალკეული ფრთა, რომელიც პირდაპირ არ ერიდება გეორგიევსკის ტრაქტატის რაღაც გაცოცხლებას, რეინკარნაციას. მე ისტორიულ წიაღსრულებში არ შევალ, ახლა ერეკლე მეორე იყო ერთ-ერთი ყველაზე პატრიოტი ქართველი მეფე. თუმცა ის რაც დაიდო 1793 წელს ძალიან ძვირად დაუჯდა ჩვენ ქვეყანას 2 საუკუნის განმავლობაში და დღესაც ამას ვიმკით. მაგრამ ეს სულ სხვა ტიპის ნარატივია, სულ სხვა ტიპის პროპაგანდაა. სამწუხაროდ საქართველოში არსებობს გარკვეული სეგმენტი საზოგადოებისა, რომელზეც შეიძლება ეს მუშაობდეს, ხოლო მეორე ნაწილისთვის ეს არის პირიქით შიშის სიგნალი, რომ აი უარესი რამ შეიძლება გელოდოთ და ნიადაგს ამზადებენ. ივანიშვილი არის ერთ-ერთი უბოროტესი ფიგურა საქართველოს ისტორიაში საერთოდ, რომლისთვისაც არსებობს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ინტერესები, თავისი კაპიტალის გულისათვის. მასაც ეშინია, რა თქმა უნდა, რუსეთისაც ეშინია, იმიტომ რომ როგორც პუტინი ეპყრობა თავის ვასალებს, ისე შეიძლება მოეპყროს. ეს თემა, რომელიც შემოაგდეს ახლა და მეორეს მხრივ თავდასხმები ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ელჩებზე, კალაძის განცხადებას გახსენებთ, რომელზეც ძალიან მწვავე და კონკრეტული განცხადება და პასუხი ჰქონდა სხვათა შორის ევროკავშირის პრესპიკერის სახელით გავრცელდა ეს განცხადება ბრიტანეთის საელჩოზე და შალვა პაპუაშვილის განცხადებებიც გექნებათ ნანახი გერმანიის ელჩზე, მოკლედ ეს კასკადი. ანუ ერთის მხრივ აი ის რასაც ბედავენ რუსეთთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვამბობ, თავში აზრად როგორ უნდა მოგივიდეს ახლა საერთოდ რაიმე ტრაქტატის და რაიმე კავშირის დადება რუსეთთან, ოკუპანტთან, მტერთან, ამ ქვეყნის ნომერ პირველ მტერთან. და მეორეს მხრივ მუდმივი ლანძღვა ევროკავშირის და დასავლეთის ზოგადად და ამერიკის შეერთებული შტატების და ეს რაღაც გამოგონილი საფრთხეები, deep state-ები, ომი, რაზეც კონკრეტულად პასუხებს უკვე იღებენ. აი ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? აი თქვენ პოლიტიკოსებმა როგორ ხედავთ, როგორ უნდა შევაჩეროთ ეს ყველაფერი, აი რას აპირებთ ამასთან დაკავშირებით? საზოგადოებამ რა უნდა ქნას, თქვენ რა უნდა გააკეთოთ? მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებასთან
კომუნიკაცია სწორედ ამას უნდა ეფუძნებოდეს. სამწუხაროა, ხო, ანუ პროპაგანდა ხო ერთ-ერთი თავარი საყრდენი არის რეჟიმის ამ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად. პროპაგანდა რომ მუშაობს, იმიტომაც აძლიერებენ. შესაბამისად, პროპაგანდას უნდა დაუპირისპიროთ ჩვენ ჭეშმარიტება. ამ შემთხვევაში ეს პროპაგანდა არის მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე დაფუძნებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა თქვენი მაყურებლის აბსოლუტურ უმრავლესობას ამის ახსნა არ სჭირდება. მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში არსებობს საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელიც უყურებს სახელმწიფო პროპაგანდას, აი ამ სიბინძურის ნიაღვარს და შეურაცხმყოფელიც არის, რასაც ისინი აკეთებენ, ხო? ელჩებზე, ანუ პერსონიფიცირებით თითქოს ახდენენ იმის წარმოჩენას, რომ ჩვენ გვებრძვიან. ხო, გვახსოვს, ახლა ვინც ჩამოთვალეთ ის ელჩები, მაგრამ გვახსოვს კელიდეგნანზე თავდასხმები ჰერჩინსკის წინამორბედ ჰარცელ წასული არ იყო, კაცი ქვეყანა დატოვებული არ ქონდა, ყობახიძე გამოვიდა და რეები ილაპარაკა, შეგახსენებთ მის შესახებ. და აი ამ დროს საფრთხე ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის, უვიზო მიმოსვლის და კიდევ ერთხელ აი ეს ყველაფერი რაღაც ერთიან კონტექსტში მინდა რომ განვიხილოთ. ეს ყველაფერი არის პროპაგანდის შემადგენელი სხვადასხვა პლასტი, ხო? ის პირდაპირ არის ევროკავშირის პრესპიკერის განცხადებაში ნათქვამი, რომ რუსული ტიპის შეთქმულების თეორიებიო. აი deep state-ი, ჯერ იყო ომის პარტია, მერე გახდა გლობალური ომის პარტიის შემადგენელი ნაწილი არისო ომის პარტიაო. მერე გლობალური ომის პარტია მიაძინეს თითქოს გააჩინეს deep state. ეს სახელმძღვანელოებში წერია. ინტერვიუ გამახსენდა ამერიკულ არხს, რომ მისცა, სადაც ვერ ასახელებს, რო ეკითხება ჟურნალისტი, ვერ ასახელებს, ვინ არის ეს deep state-ი, რა არის გლობალური პარტია, სად არიან მისამართი. ვერ გეტყვითო, მაგრამ ვიციო. კი არ მჯერაო, ვიცი. ესეც არის აი ამ პროპაგანდის ნაწილი. გიორგი, თქვენ ახსენეთ და ამ თემას არ შეიძლება რომ არ შევეხოთ. გიორგი ახობაძე, რომლის დასკვნითი სიტყვა მოისმინა ჩვენმა მაყურებელმა, მიუხედავად იმ შეზღუდვებისა, რომ მედია ვერ ესწრება და ვერ ნახეთ ვიდეო კადრი ამ ყველაფრისა, თუმცა სიტყვა მოისმინა, მე წავიკითხე ამონარიდი, ძალიან შემართებული სიტყვა ჰქონდა გიორგის და მისი ადვოკატი ყვებოდა, რომ ეს იყო ძალიან ვრცელი და ძალიან ისეთი გაჯერებული და არ შეიძლებოდაო ადამიანი, ვინც ამას ისმენდაო, უემოციოდ მოესმინა და მასზე ამ სიტყვას გავლენა არ ქონოდაო და მე ვკითხე მას, რომ აი როგორ ფიქრობთ მოსამართლეზე, მოახდენდა თუ არა გავლენას და რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, ორშაბათს იქნება გიორგის საბოლოო განაჩენს გვამცნობს ის მოსამართლე. ჯერ თვითონ გიორგი ახობაძის სიტყვა ხო ქრესტომათიულია, მე სხვა სინდისის პატიმრების სიტყვები, რასაც მე სასამართლო პროცესებზე ვისმენდი, რასაც მათი წერილობითი გზავნილებიდან ჭითხულობ, აი ცრემლის გარეშე შეუძლებელია რომ ამას კითხულობდე, თუნდაც იმ პატარა ბიჭების, ხო 19-20 წლის ბიჭების, რა ვიცი, ზვია ცეცხლაძის, მიმინოშვილის, სხვების, ხო, აი როგორი ინტელექტით, როგორი პატრიოტიზმით გამსჭვალული არის მათი პათოსი და როგორი სიალალით და გულწრფელობით. აი მართლაც საქართველოს ისტორიაში დაიწერება და თითო ფურცელი ყველას აი ამ დიდ საერთო საქმეში, რომელიც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, მას ყველაფერს ადგილი ექნება. სამწუხარო მოლოდინი მე რაც მაქვს არის ის, რომ მოსამართლეზე შეიძლება ადამიანურად, ისიც ადამიანია მესმის და ემოციებისგან დაცლილი შეიძლება არ იყოს. მე მინახავს ახლა რა ვიცი, მიმინოშვილმა ხელი რომ სთხოვა თავისაცოლეს, მე იქვე სწრებოდი იმ დარბაზში და შევატყვე რომ მოსამართლეს აუჩუყდა გული. მაგრამ რაღაც ადამიანური შერჩენილი აქვს. არა, გული ეს აჩუყება სამწუხაროდ არ ნიშნავს იმას, რომ მათ შეიძლება ეს გაითვალისწინონ თავისი გადაწყვეტილების მიღებისას, იმიტომ რომ ის ისინი გადაწყვეტილებებს არ იღებენ. რა გადაწყვეტილებაც მიუვათ, ისინი ამას უბრალოდ გააფორმებენ და ხელს მოაწერენ. ასე იქნება ახობაძის შემთხვევაშიც. გადაწყვეტენ ახობაძის საპატიმროში გაშვებას და იმდენი წლით რაც მას ემუქრება სამწუხაროდ, ასე იქნება. პოლიტიკურად გადაწყვეტენ, რომ ახლა სხვანაირი გადაწყვეტილებაა მისაღები. იმას აღასრულებს სასამართლო. ვერც ერთ მოსამართლეს, რომელსაც რაღაცა თავისუფალი ნების გამოვლენა შეუძლია, არ მიაკარებენ უბრალოდ ასეთი მნიშვნელობის საქმეზე, იმიტომ რომ სინდისის პატიმრების არსებობა მათთვის არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ სხედან ისინი დღეს წინასწარ პატიმრობაში. ასე რომ ძალიან რთულია ამის თქმა, მე მოსამართლისგან არაფერს არ ველი. სამწუხაროდ ეს არის რეალობა. კი, დაკვეთა რაც იქნება, იმას შეასრულებს, გეთანხმებით. მადლობა.